მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, რომელ ნომერსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. და შეგახსენთ, რომ აქცია და ძალაშია. როგორც ჩანს, ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომია ხოლმე კონკრეტული ღირებულება და ამიტომ კვლავ ძალაშია აქცია. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით ესე გავაკეთოთ. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. რას გვეტყვის ტარო და მოდით ვარიანტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ყველასთან ერთი და იგივე ვერ იქნება და იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად უფრო სწორი პასუხი და თქვენთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაციაც რომ მივიღოთ. არა მარტო სასურველი, არამედ გაანალიზებული. გავაკეთოთ ორ ვარიანტად, იყოს თეთრი სპილო და ყავისფერი სპილო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დავნახოთ. ნახოთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა. იმედია ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს. ვერ მოგვიწევნა. ადგილი, აქ გადავდოთ. პირველი ვარიანტი ვინც ერჩია, თეთრი სპილო. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? მოდით ნახოთ, რა ურთიერთობაზეა საუბარი. რა ურთიერთობაზეა საუბარი. და მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება, რა თქმა უნდა. კოშკია მომიტრიალდა. ნახოთ, პირველი ვარიანტი, რა ურთიერთობაზეა საუბარი. მშვენიერი, აქ არის ურთიერთობა, სადაც გვაქვს კომუნიკაცია, გვაქვს ემოცია, გვაქვს ურთიერთ ენერგიის გაცვლაც, შეიძლება ითქვას. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა აქ არის ურთიერთობის ძალიან ისეთი ფაზა. მოდით ესე ვთქვათ, აქ არის ურთიერთობა, სადაც შესაძლებელია ვიღაცა ოჯახის ურთიერთობასაც კი უყურებდეს. ურთიერთობა, სადაც მეუღლე არის თავის ადგილზე, ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცი რატო უყურებს ეს ამ ურთიერთობას ვიღაც, მაგრამ ნახოთ აბა როგორ განვითარდება. როგორი სიტუაცია იცით, ნახეთ, შეიძლება ითქვას აქ ურთიერთობაზე ესეთი მომენტი, რომ ადამიანები არიან კომუნიკაციაში, არიან ენერგოგაცვლაში, არიან რაღაც ესეთი თავის საქმეებიც აქვთ, ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში არიან ჩართულები, შეიძლება ითქვას. ვერ ვხედავ მე აქ ხარ უგითხათ, რომ აქ რაღაცა ურთიერთობა არის დანგრეული, გაუბედურებული და ასე შემდეგ, ნამდვილად ვერ ვხედავ, მაგრამ ალბათ არის რაღაცა, რაც გაძლევთ საფუძველს იმისთვის, რომ უყუროთ ამ გაშლას, ხო? მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით? ერთი არკანი მინდა რა მომენტო. ხო, აი, ნახეთ როგორი მომენტია, იცით, რომ პარტნიორი შეიძლება რაღაცა იმდენად გადართულია, რაღაცა ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში, ან რაღაცა ცოტა დრო აქვს თქვენთვის და რაღაცა ეს მომენტიც ამოდის. ნახეთ, აქ არის ურთიერთობა, მოდით შევთანხმდეთ, ეს არ არის წასულ ურთიერთობაზე, ანუ პირველი ვარიანტი ვინც ერჩია, ეს არის ურთიერთობა, სადაც კონტაქტი გვაქვს, ურთიერთობა არის, ვიღაცისთვის შესაძლებელია ეს იყოს ოჯახის მდგომარეობა, შესაძლებელია კიდე ის მომენტიც იყოს, რომ ადამიანები ერთმანეთთან როგორც ოჯახთან ისეგნობენ, ხო? ანუ არის პარტნიორი, რომელთანაც აი შეიძლება ითქვას, რომ როგორც საკუთარ სახლში ისეგნობ თავს, ხო? მასში გრძნობ თავს რაღაცა ისეთი მომენტით. მაგრამ როგორც ჩანს, აქ არის რაღაც ისეთი მომენტი, სადაც შეიძლება ითქვას, ნახეთ,
პარტნიორი გადართულია სამუშაოზე ძირითადად. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად გადართულია რაღაცა სხვა ფიქრებზე, ესე ვიტყოდი და შესაბამისად ადამიანს ცოტა უჭირს ხო რაღაცა დროის გამოყოფა ურთიერთობისთვის რაღაცა ესეთ მომენტში შეიძლება ითქვას. და აქედან გამომდინარე თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი რომ რამე ისეთი ხო არ ხდება და გაგრძელდება თუ არა ურთიერთობა, ხო? კარგი, ნახოთ აბა. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, აქ ურთიერთობას აქვს საფრთხე, მოდით ესე ვთქვათ. ნახეთ, აქ განსაკუთრებით, მოდით ესე ვთქვათ, ქალბატონების კუთხით ვიტყვი, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აქ შეიძლება იყოს როგორი ურთიერთობა, იცით, აი რაღაცა დაგეგმილი უკვე მომენტი რო არის, მაგრამ ადამიანი ცოტა აჭიანურებს, ესე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს, ვთქვათ, არის ხო ესეთი მომენტი, რომ რაღაცას დავალაგებთ და მერე გადავდგოთ ნაბიჯს, ან 1 წელიწადი მჭირდება და მერე გავაკეთებთ რაღაცა ურთიერთობაში, გადავდგოთ ნაბიჯს. აქ როგორც ჩანს, უფრო ქალბატონებს აქვს რაღაცა ცოტა პრეტენზია, მოდით ესე ვთქვათ, და მესმის ეს პრეტენზია, იმიტომ რომ დაპირებული უნდა შესრულდეს თუ არა და ნუ მპირდები, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს რაღაც მომენტში ჰქონდეს მართლაც ისეთი სამუშაოს მდგომარეობა, რაღაცა გონებრივი მდგომარეობა და აქ ართულებდეს ის მომენტი, რომ ვიწყებთ ეჭვიანობას, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, აქ აშკარად ურთიერთობას აქვს საფრთხე. აქ აშკარად სულიერად თითქოს ეს უნდობლობის მომენტი თუ ჩაისახა ადამიანებს შორის, ხო, რა თქმა უნდა, რთულია. აქ არის რაღაც ისეთი მომენტი, რომ შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეს რაღაცა, არ ვიცი რა, რამდენად გაქცა ეჭვიანო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეჭვიანობამ შეიძლება მიგიყვანოთ რაღაცა გაურკვევლობამდე, ჩიხამდე, ვეღარ მოახერხოთ გამორკვევა მერე, ხო? აი, ნახეთ, აქ როგორც ჩანს ურთიერთობას, მე ესე უფრო ვიტყოდი, რომ სჭირდება, შეიძლება ითქვას დალაპარაკება, შეიძლება ითქვას ურთიერთობა სჭირდება გარკვევა, ხო? გამორკვევა, რატო გაჩერდა სიტუაცია, რატო აღარ ვითარდება, რა არის პრობლემები, არა ის მომენტი, რომ მე უბრალოდ დავჯდე და ვიფიქრო და ჩემი იდეებით და ილუზიებით და რა ვიცი ხა სადაქალო საძმაკაცოში თუ რა ვიცი ოჯახის წევრებთან რაღაცა 1000 ფიქრი მოვიტანო, რომ აი ვიღაცა ყავს, ან რაღაცა ის არის, ან თამაშობს, ან აღარ უყარვარ, ან ნახეთ, ძალიან ბევრი იდეა მოგდით, შეიძლება ითქვას, ამ ადამიანის უმოქმედობაზე, ესე ვთქვათ. და აი ამას ძალიან მძიმედ შეყავხართ სიტუაციაში. აქ ჭირდება ურთიერთობას, მოდით ესე ვთქვათ, ის მომენტი, რომ უბრალოდ დაელაპარაკოთ, უბრალოდ მისცეთ მიმართულება, ხო? შეიძლება ადამიანს უნდოდეს დალაპარაკება, როგორ განვითარდებათ. აი თქვენს ცივად იქცევით, ნახეთ, თქვენს რაღაცას არ აძლევთ მოკლედ, ნახეთ, ესე კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ არის კონკრეტულად ის მომენტი, როდესაც ადამიანს თავისი ილუზიები აქვს, მოდით ესე გეტყვით, ადამიანის თავისი რაღაცა იდეები, ფიქრები მოსდის, ამას არ ამბობს და საბოლოო ჯამში ურთიერთობას აქვს სერიოზული პრობლემები. როგორ განვითარდება ურთიერთობაზე, გეუბნებით, რომ ძალიან დიდ ჩიხში შეხვდათ. თუ თქვენ არ ეცდებით და იგივე ქმედებით იქნებით მის მიმართ, ხო? თქვათ, ის ადამიანი შეიძლება რაღაცა პრობლემა ჰქონდეს და დაელაპარაკეთ. ანუ ის თუ რაღაცას ვერ ამბობს
და თქვენც მერე სარკისებრივ უბრუნებთ, რომ თქვენც არ ამბობთ რაღაცას, საბოლოო ჯამში თქვენი სულიერი მდგომარეობა შედის ჩიხში. როგორც კი სულიერი მდგომარეობა და აღარ ვიკვებებით ენერგეტიკულად და სულიერად ერთმანეთით, იწყება ჩვენ შორის რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ხრამი კეთდება, ხო? ამ ხრამში მერე შეიძლება ჩადგეს წყალი, რომელიც ძალიან ღრმა იქნება და ვეღარ გადავალთ ერთმანეთის ნაპირზე, ხო? ამიტომ აქ გჭირდებათ, აი ნახეთ, სასოწარკვეთაში ნუ გადახვალთ და ნუ იფიქრებთ ცუდზე, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ ადამიანთან შეძლოთ დალაპარაკება და რა იქნება, ნახეთ, როგორი მომენტია, იქნება, კი, ეს კრიზისული მომენტი არის, მაგრამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ ემოცია, ადამიანს აქვს თქვენს მიმართ გრძნობები და ნახეთ, როგორი მომენტი არის, აი აქ უკვე მერე მოტრიალდება სიტუაცია, ოღონდ ნახეთ, ეს სიტუაციის მოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ თქვენ ამ ადამიანთან დაჯდებით და ესე ვთქვათ, გაერკვევით, დაელაპარაკებით. აუხსნით, ხო, ხა თუ თქვათ რაღაცა თქვენ გაქვთ პრობლემა და ადამიანს ეუხეშებით, ხო, ის ვერ იგებს და ისიც მერე იწყებს ცივად ყოფნას თქვენთან მიმართებაში, ხო? შესაბამისად უკვე აი აქ კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. აქ ურთიერთობა არის. ურთიერთობა არის, ძალიან კარგად ეცგზნობს თავს, ემოციებიც არის. თუ ოჯახი მიყურებთ, განსაკუთრებით აი ოჯახური ურთიერთობა თუ არის ცოლ-ქმრის, ესე რომ ვთქვათ, ნახეთ, დაელაპარაკეთ მეუღლეს, იქნება რა სჭირდება, იქნება რა აქვს სათქმელი, იქნება რაღაცა არის ისეთი მომენტი, რასაც ვერ ამბობს, რასაც ვთქვათ, ან ვალდებულებები დაიმატა და ვერ ამბობს, ან რაღაცა, ან სჭირდება თქვენი გვერდში დგომა, ნახეთ, არის მომენტები, სადაც აქ იმისთვის, რომ ურთიერთობა არ დაინგრეს და მიდის მაგეთ, ურთიერთობა შეიძლება რომ დაინგრეს, იმიტომ რომ ძალიან ჩიხში შედის სიტუაცია, ამ ყველაფერს სჭირდება მოტრიალება. თქვენ ხართ, ესე ვთქვათ, კარმულის წყვილი, მოდით ესე ვიტყვი, რომ არ ხართ უბრალოდ ისეთი მომენტი, აქ შეიძლება იცით რა არის კიდე, ნახეთ, ესეთ სიტუაციები გქონდათ, ან კიდევაც ბევრი გქონდეთ, მაგრამ ზუსტად ის არის, რომ თქვენთვის, რომ თქვენ ერთმანეთთან უნდა შეძლოთ საუბარი. აქ ორ ადამიანს შორის არის გაწყვეტილი ის კომუნიკაციის ძაფი, რომელიც სჭირდება ურთიერთობას. კარგად გადახედეთ პირველი ვარიანტი, იმიტომ რომ აქ არის საფრთხე ურთიერთობის დაშლის, ურთიერთობის დანგრევის, გაურკვევლობების, მერე კი შემოეტყავთ ხელს ნეტა დავლაპარაკებოდიო და ამიტომ ჯობია რომ დაელაპარაკოთ და შემოატრიალოთ ეხლავე. იმიტომ რომ რაც მალე გაარკვევთ სიტუაციას, მით უკეთესად დაალაგებთ მერე თქვენს ცხოვრებას. მით უკეთესად მიიღებთ მერე გადაწყვეტილებას რა როგორ და რანაირად და არ იქნებით ჰაერზე მოსული ფიქრებიდან ნაწყენი, თუ საწყენია და რაღაცა ისეთი არის გეცოდინებათ მაინც რომ იმიტომ ხართ ნაწყენი რომ უნდა იყოთ ნაწყენი და არა იმიტომ რომ ჩემი ვარაუდია რომ მე უნდა ვიყო ნაწყენი. აი პირველი ვარიანტი, აი ეს მომენტი არის აქ. გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რომ მალე გაარკვიოთ აქ ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობას ნამდვილად სჭირდება, ესე ვთქვათ, მშვიდი საუბარი და დალაგება. ნახოთ, მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, მეორე სპილო. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. ნახოთ, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. მეორე ვარიანტი. თქვენ რა ურთიერთობაში ხართ? აი მეორე ვარიანტთან მიმართებაში,
მეორე ვარიანტთან მიმართებაში ვიტყვი, რომ აქ არის სიტუაცია, როდესაც ვართ სამკუთხედ სიტუაციაში, როგორც ჩანს. მეორე ვარიანტია სიტუაცია, სადაც, რაღაცა პერიოდი კარგად გწონდით თავს ერთმანეთთან, საკმაოდ კარგი იყო, მერე გაგვიჩნდა რაღაცა ესეთი მესაკუთრეობის მომენტი. აქ მოდით ესე ვიტყვი, რომ შეიძლება ითქვას, რომ იცოდით, რომ სამკუთხედ სიტუაციაში შედიოდით, შეიძლება იცოდით, რომ ადამიანს რაღაცა ყავდა, უბრალოდ რაღაც ესეთი მომენტი იყო, ყოველ შემთხვევაში თუ არ იცოდით, შეხვედით სამკუთხედ სიტუაციაში. სადაც მე შეიძლება გააგრძელოთ უბრალოდ ურთიერთობა, როდესაც გაიგეთ და ეხლა მიხვედით იმ სიტუაციამდე, რომ ურთიერთობა აშკარად დასრულდეს, იმიტომ რომ ურთიერთობა ვეღარ ვითარდება, აქ არის გაურკვევლობები, აქ არის მესაკუთრის მდგომარეობა, როდესაც მინდა რომ მიიღო გადაწყვეტილება, მინდა რომ მიიღო გააკეთო არჩევანი, ვთქვათ, ხო, პირობითად ურთიერთობასა და ოჯახს შორის და მივიღო მე ჩემი, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. ვიღაცისთვის შეიძლება ესეთი მომენტიც იყოს, რომ სამკუთხედ ურთიერთობაში იყოს არა კონკრეტულად მეუღლის ოჯახი, ანუ მეუღლე და მსგავსი ოჯახი, არამედ ვთქვათ, მისი მშობლები ან რაღაც, ხო, ანუ ყოველთვის ესე განვიხილავ ხოლმე, სამკუთხედი არის ესეთი მომენტი, სადაც შესაძლებელია, რომ ნებისმიერი კონკრეტულად არა აქვს მნიშვნელობა ეს მამაკაცი იქნება თუ ქალბატონი, არა, აქ არის მესამკუთხედი სიტუაცია არის სიტუაცია, სადაც ნებისმიერი სულიერი ადამიანი და უსულო ადამიანებიც არსებობენ, სხვათა შორის, რომელსაც არ გააჩნიათ არანაირი მორალი, ხო ალბათ, არ ტკივად და არ აქვთ შეგრძნებები, არიან ეგეთებიც და უსულოებს ვეძახი მათ. ადამიანები არ უნდა ერეოდნენ ურთიერთობაში. მაგრამ აქ არის სამკუთხედი სიტუაცია, როგორც ჩანს. ნახოთ, აბა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. აქ ერთი მხრივ კიდე იცით რა მომენტი არის, აი ადამიანი რომ როგორ თქვა სუ დადებით რო იღებს და უკვე გაწურული ლიმონივით რო არის მეორე პარტნიორი, ეს მომენტიც არის. აი ეს გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. რა გვინდა, მაგრამ უნდა მივიღოთ. კარგით, ნახოთ აბა როგორ განვითარდება. დავიწყებ იქედან, რომ აქ ურთიერთობის განვითარება არის ცოტა რთული საკითხი. ხა როგორ თქვა, განდეგილით, სიკვდილის არკანით და 4-იან ხვალით და მაგით აქ ურთიერთობა იქნება თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი. აქ არის საკმაოდ ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანზე შესაძლებელია მანიპულატორული მომენტები იყოს. აქ ურთიერთობა შეიძლება უკვე პაუზისკენაც მიდიოდეს, პაუზას ეძახდეთ, მაგრამ დაშლისკენაც მიდიოდეს. აქ ადამიანი გავა თავისთვის მარტო. აქ ადამიანი ეცდება, რომ დაასრულოს ურთიერთობა. შესაძლებელია ვიღაცისთვის ის მომენტიც იყოს, რომ ვიღაცა ჩაერიოს და დაგისრულოთ ურთიერთობა. გააჩნია რა ვისთვის როგორი სიტუაციებია. ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობის გაგრძელება როგორ განვითარდება. ნახეთ, აქ ურთიერთობის გაგრძელება ვერ მოხერხდება. აქ ურთიერთობა შეიძლება ადამიანს გაუგრძელდეს სხვაგან, ანუ ოჯახში. მაგრამ როგორც ასეთი თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება ერთადერთი სიტუაცია, რაც შეიძლება იყოს,
ეს არის დაფარული ურთიერთობა, სადაც არავინ არაფერი არ იცის, სადაც არავინ არაფერს არ გაიგებს, მე ჩემთვის შენთვის ვიქნებით, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე შევიკრიბებით. სამწუხაროა აქ ის მომენტი, რომ პირველში ასე თუ ისე შანსი ნამდვილად იყო ურთიერთობის გაგრძელების, მაგრამ აქ, ნახეთ, აქ არ არის ურთიერთობის გაგრძელების შანსი. აქ ადამიანები აბსოლუტურად რადიკალურად სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ერთადერთი, აი ხო გავნებით, ერთადერთი მომენტი არის აქ, რომ აი რაღაცა ისიც, მოდით ესე გეტყვით, დროებითი მომენტი. აქ შეიძლება იყოს რაღაცნაირად манипуляტორული ჩარევები, შეიძლება იყოს მაგიური ჩარევებიც, შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი მომენტები, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც ნახეთ, ადამიანმა შეიძლება ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ ეს ურთიერთობა სჭირდებოდა ემოციებისთვის, ეს ურთიერთობა სჭირდებოდა რაღაცა ენერგიებისთვის. და საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ მარტო ემოცია და ენერგია არ მიიღო კიდე სხვა რაღაცა უფრო გართულებულ მდგომარეობაში, სადაც ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ეხლა როგორ მოიქცეს და როგორ ჩაიხსნას ეს ყველაფერი. შესაძლებელია იყოს აქ ეს მომენტებიც, იმიტომ რომ აქ როგორი რაღაცას ადამიანი გავა ურთიერთობიდან, ადამიანი გაერიდება ამ ყველაფერს. ადამიანი ეცდება დაასრულოს ურთიერთობა, ეცდება სხვათა შორის რაღაც მომენტში ეცდება კონფლიქტურადაც დაასრულოს ეს მომენტები, იმიტომ რომ მე თქვენ აღარ მოგინდეთ ამ ადამიანთან დაბრუნება ხდებით. აი ადამიანი ეცდება რომ მაქსიმალურად ცოტა უფრო აგრესიულ ფორმას მიმართოს სიმართლე გითხრათ. აქ კონკრეტულად ყავს ამ ადამიანის პარტნიორი, აქ კონკრეტულად არსებობს მესამე პირი. ნუ ახლა არ ვიცი, ვისთვის შეიძლება ზოგს აქვს ის მომენტი ხომ, როდესაც ამბობენ, რომ აი ცოლს დაშორებულია და ნუ კი მაინც მის ცხოვრებაში აქვს, ესე ვთქვათ, გავლენა დაშორებულ ცოლს ფიზიკურად დააქმარს, გავლენა ვერ აქვს ვერავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ დაშორებულები არიან. აქ ადამიანი აძლევს უბრალოდ უფლებას, რომ გავლენა ქონდეს, თორე ვერავისზე ვერანაირ გავლენას ვერ მოხდა, ვერც შვილებით манипуლირებას, ანუ გამორიცხულია ხალხი, სწორად გამიგეთ, რასაც გონებთ. კი, შეიძლება ერთ დღეს არ ანახოს, მეორე დღეს არ ანახოს და მესამე დღეს ის შვილი თვითონ მოითხოვს, რომ უკაცრავოთ, მაგრამ დედაა და მამაა და მინდა კონტაქტი, ხა რას ქვია, მიგრძალავთ, ხო? და ესე არ არის, რამთლად თუ რაღაცა სასწაული არ ხდება იმ სიტუაციაში. აქ ადამიანი ეცდება ყველანაირად, რომ ურთიერთობა როგორ აქნას, იცით, აი, ხო გეუბნებით, ჯერ პაუზაზე გაიყვანოს, ან რაღაცა ნახეთ როგორი მომენტი, რომ აი მჭირდება დრო იმისთვის, რომ ცოტა რაღაცები დავალაგო, იქ ცოტა რაღაცებს მივხედო, გავაანალიზო, როგორ უნდა გადავიყვანო რაღაც რა, როგორ უნდა გავაკეთო რაღაცები. მერე დაიწყებს აი ამ გასვლის მერე დაიწყებს ეჭვიანობას, ვითომ ეჭვიანობას ბჭყალებში რაღაცა აგრესიულობას. იმიტომ რომ შეიძლება იცით რა არის მისი გასვლა ესე პაუზაზე, ესე რომ ვთქვათ პირობითად. იმდენი ხანი გასტანოს, რომ თქვენ ბოლოს დაურეკოთ და უთხრათ, რომ ხო კარგად ხარ, სად ხარ. და მას კონდეს ეს რეაქცია, რომ აი არ მაცდი ცხოვრებას, არ მაცდი რაღაცის გადაწყვეტას, ჩემ პრობლემები, მაგარი ადამიანი პირიქით აქ ეცდება, რომ მაქსიმალურად ესე შეიძლება ცუდათაც რომ დაგამახსოვრდეთ ეს მომენტიც კონდეს. ნუ შეიძლება ერთის მხრივ რომ იყოს, ნახეთ რა მომენტი, ერთადერთი მომენტი, რომ აი როდესაც ეცდება აი რაღაცა გადახარშვას ამ ყველაფრის, რაღაცა ერთი მომენტი რომ გაუჭირდეს, შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ისევ იგივე კუთხით. ხო გეუბნებით, აქ ნახეთ ერთადერთი კუთხე, ერთადერთი მდგომარეობა, რითაც შესაძლებელია, რომ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდეს, ეს არის დაფარული ურთიერთობა, დამალული ურთიერთობა და არანაირი ვალდებულებები.
აი არანაირი ვალდებულებები აბსოლუტურად, როცა მინდა წავალ, როცა მინდა მოვალ და ნუ შენ არ დამირეკავ, მე როცა რაღაც აი ნახეთ, აი აქ სხვა კომუნიკაცია ადამიანს თუ თქვენ ფიქრობთ იმას, რომ რაღაცა მომავალზე ფიქრობთ, ამ ადამიანთან მომავალზე ვერ იფიქრებთ. მაქსიმუმი არის ის, რომ აი უბრალოდ ესე თუნდაც რომ დასაოჯახებელი იყოს და მისი კონკრეტულად პარტნერის მდგომარეობა არ ქონდეს, მშობლების მდგომარეობა იყოს, ადამიანი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა ნაბიჯი გააკეთოს თქვენთან. ანუ აქ ადამიანი გონებით აი არ ვიცი რატო აკეთებს ესე და რატო ვერ უნდა მიიღოს ხა თუ მართლა კონკრეტულად ოფიციალურად ცოლ-შვილი არ ყავს ადამიანს რატო ვერ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ ვიღაცა უნდოდეს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ასაკით დიდი იქნება თუ ასაკით პატარა იქნება თუ 5 შვილიანი იქნება თუ 10 შვილიანი იქნება თუ რა არ უნდა იყოს, ავიც ყველა ადამიანს თავისი ავიც ხა დედამამამ რატო უნდა უწყვიტოს ვერ ხვდები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, რომ ადამიანი პირიქით რაღაცა სულ აგრესიულობით იქნება, სულ რაღაცა ისეთი მომენტით იქნება, თვითონაც იმ მანიპულატორებს იქამდე, სანამდე თქვა თქვენ არ დაეთანხმებით იმ პირობას, რომ ნუ კარგი ხო, ისე იყოს როგორც ჩვენ გინდა, მაგრამ ნუ აქ ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად დაემორჩილებით ამ ადამიანის ამ ცხოვრების სტილს, რომ ესე დაფარულ ურთიერთობაში იყოთ, რა ვიცი, წლები და გადაუწყვეტლად და გაურკვევლად, იმიტომ რომ ეს მე უფრო მეტად შედის ჩიხში სიტუაცია და საბოლოო ჯამში მაინც სადღაც დამთავრდება, იმიტომ რომ დასასრული მაინც ექნება ამ ურთიერთობას და არც თუ ისე კაი დასასრული. ასე რომ აი აქ მეორე ვარიანტი ცოტა მძიმე პერიოდი გაქვთ. ცოტა მძიმე პერიოდი გაქვთ, თუ მძიმესი პერიოდი უკვე აღარ ვიცი როგორ გითხრათ. აქ კარგად გჭირდებათ ნახეთ დაფიქრება თქვენ. აი აქ მოდით ესე ვიტყვი, მეორე ვარიანტის ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენ გჭირდებათ კარგი დაფიქრება რა გინდათ მომავალში. სად გინდათ რომ იყოთ მომავალში, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში ეს ქაოტური ურთიერთობა ხო გონით აი შეიძლება წავიდეს, მოვიდეს რაღაცა, მე ისევ წავიდეს, ისევ მოვიდეს, აი სულ ისეთ წრეზე უნდა იყოს სიტუაცია, როდესაც აი არა და არ დაადგა საშველი სიტუაციას. მოკლედ ესეთ გამოვიდა მეორე ვარიანტი, ძალიან სამწუხაროა, ესეც ჩამოუყალიბებლობა ნამდვილად, მაგრამ ნუ რას ვიტყოთ. სამწუხაროდ არიან ესეთი ადამიანებიც, რომ ვერ ყალიბდებიან ვერაფერზე. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას და ყველას. და შეგახსენოთ, რომ პირად დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში. დროებით.